ნაფეტრების ფერდის მოპირდაპირე მხარეს არის გაცემული სააგარაკე ნაკვეთები სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის თანამშრომლებზე გადაყურებს მთელ თბილის. არ არსებობს ერთობა, არ არსებობს რაღაც კოორდინაცია წევრებს შორის. არათუ საერთო საქმეს საკუთარი ნაკვეთების მოძიებაც კი უჭირთ ადამიანებს. კონკრეტული ოჯახი, რომელიც დღეს ნაკვეთზე არის ამოსული, არ ყოფილა 90-იანი წლების შემდეგ. რამდენი წელი არიყავით ამ ტერიტორიაზე ნამყოფი და ბოლოს როდის იყავით თუ გახსოვთ? ბოლოს შემიძლია ვთქვა, ვიყავით ალბათ 92-93-ში ალბათ. და გაჭირდა თავისთავად მოძიება, ხო? გაგვიჭირდა საბუთების მიუხედავად? არც მოგვიძიებია, იმიტომ რომ ჩავთვალეთ, რომ უკვე ამას აზრი არ ქონდა იმ წლებში. ეხლა სანამ ჩავთვალე, აზრი ქონდა და მაგით მოვიძიეთ, თორე ამათმა кайხანია ჩათვალეს ვარ. არა, მცდელობა ქონდა, უნდა შემოსულიყავით და საერთოდ ვერ შემოვედით. ზავერ ვიყავით. ცხოვრობდა ზოგს და ისინი ქონდათ, რა ქვია, ბაღები ქონდათ რა და ყველაფერი ქონდათ. ეს არსებობდათ არაფერს არ ცulis მთავარი გამოწვევა და ამოცანა ხა რაც დგას თქვენ წინაშე, მესაკუთრეების წინაშე არის რომ წარადგინათ პრეტენზია სარეგისტრაციო ვადის დასრულებამდე. ამიტომ მიჩქარეთ და ასეთ საინტერესო ადგილებზე, არ თქვა თუ არის არსებული რეგულაციის მიხედვით, ყველა ტერიტორია, რომელსაც კერძო საკუთრება ვერ დაუდასტურდება, საბოლოო ჯამში გახდება სახელმწიფო საკუთრება.